მერაბ დვალიშვილი დარწმუნებულია, რომ დივიზიონის ახალი ჩემპიონის პიოტრ იანის შემდეგი მეტოქე გახდება. თუმცა ამტკიცებს, რომ ორგანიზაცია რუს მებრძოლს უფლებას არ მისცემს. საჩემპიონო ქამარი თეთრ სახლში დაგეგმილ ტურნირზე დაიცვას. UFC-ში მითხოვეს, რომ ტიტულისთვის შემდეგი მე ვიბრძოლებ. მითხრეს, რომ მე და პიოტრს ტრილოგია გვექნება. ასევე მითხრეს, რომ ჩვენი ბრძოლა ივნისში დონალდ ტრამპის დაბადების დღეზე არ შედგება, რადგან პიოტრი რუსეთიდანაა და ეს შეუძლებელია. ისინი მას თეთრ სახლში ჩხუბის უფლებას არ მისცემენ, განაცხადა დვალიშვილმა. UFC-ს სადღესწაულო ტურნირი, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის თავს ეძღვნება, ჯერ ოფიციალურად არ დაანონსებულა. თუმცა წინასწარ 14 ივნისისთვისაა დაგეგმილი, როდესაც დონალდ ტრამპი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. ისლამ მახაჩევი მიიჩნევს, რომ მერაბ დვალიშვილის ჭარბი აქტივობა გახდა ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც პიოტრ იანთან სატიტულო ბრძოლაში მისი მარცხი გამოიწვია. ამ ბრძოლამდე ვამობდი, რომ მერაბს გაუჭირდებოდა. წელიწადში მეოთხე დაცვა, ეს მე თავადაც ვიცი და ვხედავდი, როგორ იკლებდა მერაბი წონას. ის ამას ძალიან მძიმედ აკეთებს. გასულ წელს კი 4 ბრძოლა ჩაატარა. ვფიქრობ, მერაბი ცოტათი გადაიღალა. ასე რომ რევანში კონკურენტული და რთული იქნება და პიოტრს მოდუნება არ მართებს. ვფიქრობ, ტრილოგია შედგება. თუ ვინმე იმსახურებს რევანშს, ეს მხოლოდ მერაბია და ვფიქრობ, პიოტრი კარგად მომზადებული უნდა დახვდეს. ქართველმა მანქანამ პიოტრთან რემატჩის გამართვა მოითხოვა, თუმცა UFC-ს ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თავად იანი შონ ომალისთან რევანშზე ფიქრობს და დვალიშვილთან ტრილოგიას ჯერჯერობით გაურბის. ისლამ მახაჩეევის შემდეგ იანზე და მერაბის შესაძლო მომდევნო დაპირისპირებაზე კომენტარი ხაბიბ ნურმაგომედოვმა გააკეთა. მან აღნიშნა, რომ მებრძოლებს შორის ტრილოგიას პიოტრ იანი მოიგებს. ბოლო ბრძოლამდე ვფიქრობდი, რომ მერაბი გაიმარჯვებდა, თუმცა პიოტრმა ყველაფერი შეცვალა და ბევრი ადამიანი გააკვირვა. ახლა ვფიქრობ, რომ ტრილოგიას პეტრი მოიგებს. გონია, რომ ის უფრო თავდაჯერებული იქნება. ამ ბრძოლამ მას რწმენა შემატა. რთულია ცალსახად თქმა, მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ პიოტრი გაიმარჯვებს. UFC-ს პრეზიდენტმა დანა ვაიტმა კომპლექს ნიუსთან მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. ვაიტმა მერაბი შეაქო და განაცხადა, რომ ქართველი მის ორგანიზაციაში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მებრძოლია. ჟურნალისტმა მას კითხა: 2025 წელს მერაბმა მილიონჯერ იჩხუბა. საბოლოოდ საჩემპიონო ქამარი დაკარგა. დასვენების საშუალებას მისცემთ, თუ გინდათ, რომ ოქტაგონში მალე დაბრუნდეს. ალიშვილზეა დამოკიდებული. მერაბმა პაუზა უნდა აიღოს და დაისვენოს. ეს ბიჭი ნამდვილი ცხოველია. 100%-ით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მებრძოლია. შემიძლია ახლავე დაურეკო, უთხრა, რომ მინდა თებერვალში პარამაუნტის მომდევნო ღონისძიებაზე იჩხუბოს და ამას აუცილებლად გააკეთებს, განაცხადა დანა ვაიტმა. ერევანში გამართულ Hype Fighting-ის ტურნირზე გრეპლინგის მატჩი არმან ცარუკიანის მეტოქე შესაძლოა არა შარა ბულეტი, არამედ მერაბ დვალიშვილი გახდარიყო. წლის ბოლოს მიღებული შეთავაზების შესახებ ქართველმა მანქანამ ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა. დამირეკეს და მითხრეს, რომ არმან ცარუკიანის მეტოქე ჩაეხსნა. გონი ჩამოსვლა ვერ მოახერხა ან რაღაც მსგავსი. ტურნირამდე სულ რაღაც 3 ან 5 დღე იყო დარჩენილი და მკითხეს, ხომ არ მსურდა შარა ბულეტის ნაცვლად გამოსვლა. ეს გამოწვევად მივიღე და გავიფიქრე. შანსი არაა მან მომიგოს მეთქი. როდესაც წესებს გავეცანი, სადაც მხოლოდ მტკივნეული და მახრჩობელა ილეთები იყო დაშვებული, ვიფიქრე, როგორ უნდა დამაფინიშოს. ეს გამორიცხულია. დავთანხმდი, მაგრამ მეორე დღეს როცა ჭიდაობის ვარჯიშზე მივედი, ცხვირზე ჭრილობა გამეხსნა. საბოლოოდ ორთავბრძოლაზე უარის თქმა მომიწია, რადგან ჭრილობა სერიოზული იყო. ისე კი მზად ვიყავი ეს განგსტერული გამოწვევა ტურნირამდე 3 დღით ადრე მიმეღო. UFC-ის სუპერ მსუბუხი წონითი დივიზიონის ექს-ჩემპიონმა შონ ომალიმ პარამაუნტთან ინტერვიუში მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პირველი მარცხისა და ტიტულის დაკარგვის შემდეგ ისევ მანქანასთან ჩხუბი მისი მხრიდან არასწორი გადაწყვეტილება იყო. ხომ არ ჯობდა მერაბთან პირველი მარცხის შემდეგ სონგია დონგთან მეჩხუბა. ვფიქრობ, ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო. ოპერაცია მქონდა დაგეგმილი და ვიფიქრე, რომ მერაბს მოუგებდი. შემდეგ ოპერაციას გავიკეთებდი და დავისვენებდი. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. წავაგე, ოპერაცია გავიკეთე და დაბრუნება მინდოდა. როცა იანვარში მერაბმა უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, მე ფიზიოთერაპიას გავდიოდი. მწვრთნელებიც კი მეუბნებოდნენ, რომ მეტი დრო მჭირდებოდა. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მებრძოლი იღებს. მე კი ძალიან მინდოდა დაბრუნება. დღევანდელი გადასახედიდან თუ შევხედავთ, ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო. ცნობისთვის შონ ომალი მერაბ დვალიშვილთან ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ოქტაგონში UFC 324-ზე დაბრუნდება. მისი და სონგ იადონდის ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. თუ მოგეწონა ვიდეო, დალაიქე და გამოიწერე არხი.
მადლობა გვერდში დგომისთვის.